სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. Სალმონებში არის ესეთი სიტყვები, ლოდი რომელიც შეურაცხყვეს მასშენებელთა, ესე იქმნა თავკიდეთა. უფლისამიერ იყო ესე და არც საკვირვო წინაშე თვალთა ჩვენთა. ეს არის წინასწარმეტყველება იმაზეთ, რომ ის რაც ყოფიერებას არსებობის შესაძლებლობას აძლევს, ის ვინც ყოვლის მყრობელია, რომელიც კრავს თელს ყოფიერებას, რომლის სიმბოლურ სახეთაც ამ შემთხვევაში ლოდი თავსაკიდური იგივე ქვაკუთხედი, რომელიც კედლებს კრავს, თანამედროვე ტერმინით რომ გამოვიყენოთ ერთგვარი სარტყელი, რომელიც კრავს კედლებს, ის მოვიდა და შეურაცხყოფილი იქნა. ამას რა თქმა უნდა მე მოსდევს სასჯელი, იმიტომ რომ როცა იმ ტოტს ჭრი, რომელ ტოტსაც ჩვენ ზიხარ, რა თქმა უნდა ეს ტრაგიკულად თავდება. და ჩვენ ეს დღესაც აღმოვიკითხეთ სახარებაში, როგორც როცა უფალი იგავური სახით წინასწარ ამცნობს თუ რას იზავენ ადამიანები, მოძულებას იმითაც გამოხატავენ, რომ ქალაქის გარეთ გაიყვანენ და ავაზაკივით ჯვარს აცვავენ, აი ეს იგავური სახით მევენახეების იგავი გახსოვთ, რაც წავიკითხეთ და შემდეგ უფალი კიდევ ერთხელ ახსენებს ფსალმუნის ამ სიტყვებს, რომ თქვენ უარყოფთ იმას, რისი საშუალებითაც პირშისული გიდგათ, რისი საშუალებითაც თქვენ ცხოვრობთ. ყოვლის მყრობელი, ყოვლის განმამტკიცებელი, მანამდე რა თქმა უნდა ყოვლის შემოქმედი, ლოდი ანუ იესო ქრისტე. რა შემთხვევაში ხდება მისი უარყოფა? როგორ ვახერხებთ ჩვენ მის უარყოფას? როგორ კრავს იგი ამ წუთის სოფელს? ხო ხვდებით ახლა მაგალითად რომ არსებობს ამ სამყაროში ფიზიკური კანონები, მაგრამ ფიზიკური კანონების არსებობა და ფიზიკური კანონების კარგად მუშაობა, მოდი ესე ვთქვათ, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ შენ როგორც ადამიანმა იარსებო. სხვა კანონებიც არის საჭირო. მაგალითად ბიოლოგიური კანონებია საჭირო, მაგრამ ადამიანისთვის ესეც არ არის საკმარისი. ხო, ადამიანი გაცილებით უფრო რთული ორგანიზმია, ვიდრე უბრალოდ რაღაც ერთუჯრედიანი ამება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, თუ ბიოლოგიური კანონებიც იქნება დაცული, მარტო ესეც არ არის საკმარისი. არსებობს სოციალური კანონები, არსებობს ზნეობრივი კანონები. ანუ ადამიანმა რომ იარსებოს, როგორც ადამიანმა, და ცივილიზაცია არსებობს, ხო, როცა ადამიანები ქმნიან რაღაც ისეთ ყოფიერებას, რომელიც ამ გადმოსახლების ადგილზე გადმოგვასახლეს 60-დან, მოდი ესე ვთქვათ, რომ აქ თავი გაიტანოს, გადაირჩინოს, რომ არ მოკვდეს, რაღაცა არ შეჭამოს, არ გაიყინოს, სიცხემ არ დაწვას, შეერი არ მოკვდეს, ასე შემდეგ. ანუ ჭირდება ადამიანური ცივილიზაცია, რომელსაც თავისი კანონები აქვს, ასევე სოციალური კანონები, ასევე ზნეობრივი კანონები. უამრავი რამეა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა იარსებოს, მაგრამ იარსებოს როგორც ბიოლოგიურმა ინდივიდმა, გასაგებია გონიერმა, მაგრამ მაინც. მაგრამ ადამიანი ხო უბრალოდ გონიერი ბიოლოგიური ინდივიდი არ არის. ჩვენ ხო გვწამს, ის თეოლოგიური არსებაა, მას ღმერთთან კავშირი აქვს, შესაძლებლობა აქვს ღმერთთან კავშირისა, თავის თავში ტრანსცენდენტულ ღირებულებებს, როგორც არის თავისუფლება, ჭეშმარიტი სიყვარული, მარადიული სიცოცხლე, ამ ყოველივეს ატარებს თავის თავში. მაგრამ და ამისათვის, რომ მასში ეს მთავარიც გადარჩეს და მთავარია ზუსტად ის, რაც მნიშვნელოვანია, არ არის საკმარისი ის კანონები, რაც ჩამოვთვალეთ, აი აქ უკვე შემოდის ის კანონები, რომელსაც სულიერი კანონები ქვია. სულიერი კანონები ქვია და სწორედ სულიერი კანონი დაარღვია ადამიანს სამოთხეში. სულიერი კანონების რღვევამ გამოიწვია მერე ყველაფერი დანარჩენი რღვევა და ადამიანი ჩავარდა იმ მდგომარეობაში, რომელსაც ჩავარდა და რომელსაც ჩვენ ხედავთ და ვიცი. ასე რომ ის ლოდი, რომელიც ყოველივეს კრავს, ყოფიერების კანონი, უპირველეს ყოვლის ადამიანისათვის, თევზისთვის არ შექმნილა სამყაროს ჩვენიერება. ხო გასაგებია ეს ისედაც ადამიანისთვის შეიქმნა ეს ყოველივე ყოფიერების ის კანონი, რომელიც აი ყოველივეს კრავს იმისთვის, რომ იქ ადამიანმა იარსებოს და თავის რეალიზება მოახდინოს თავისუფლებაში და მარადისობაში დაიმკვიდროს ადგილი ღმერთთან და ღმერთში. ამისათვის საჭიროა ის სულიერი კანონები იქნას დაცული და კანონების დაცულობის გარანტია მარტო ღმერთი არ არის. არამედ ადამიანიც არის როგორც თანამუშაკი და თანამშრომელი ღმერთისა. და თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, თუ ჩვენ ჩვენი თავის რეალიზებას მოვახდენთ როგორც პირუტყვნი და როგორც რაღაც საგანი ამ სამყაროში, მაშინ ღვთის კანონები ჩვენზე არ იმოქმედებს. ისე როგორც უნდა ადამიანზე, როგორც ღვთის მსგავს და ხატ თეოლოგიური არსებაზე უნდა იმოქმედოს. ღვთის კანონები ღორზეც მოქმედებს. ღორზე მოქმედებს ღვთის კანონები და ამით არსებობს ის.
მაგრამ ჩვენ ეგეთი მოქმედება არ გვინდა, ჩვენ სხვა მოქმედება გვჭირდება და იმ სხვამ რომ იმოქმედოს, გვჭირდება სრული სისავსე აი ამ ყოფიერების შეკრულობისა და სიმტკიცისა. როცა ჩვენ აი ამ სიღრმეში ჩავიხედებით, აღმოვაჩენთ, რომ რამხელა სიდიადეა ის, რაც ღმერთმა ადამიანისთვის მოიმოქმედა. ადამიანმა ხო ღმერთი უარყო. ადამიანს ხო არ შველის, ადამიანმა როცა ღმერთი უარყო, პირველი ვინც დაიბადა კაინია უკვე. აი კაინის მოდგმა, კაცობრიობა შეიძლება ასე ითქვას. იმდანაც მოხდა აღრევა მერე კაინის და სეთის მოდგმისა. აბელი მოკლა, მერე სეთი გაჩნდა და მერე მოხდა მათი აღრევა. ფაქტობრივად დაცემულობის აპოგია, სიძულვილი და მკვლელობა თავისი მოყვასისა ეს ყველა ადამიანში დევს. აბა როგორ არის, რომ მოყვასი, რომელიც თითქოს გიყვარს, აღარ ლაპარაკობ უცხოზე საერთოდ გონება გვეკეტება ეგრევე. მაგრამ აი მოყვასეც კი თუ რაღაცა ისი არ მოიქცევა, როგორც ჩვენ ვთვლით, რომ უნდა იქცეოდეს, სიბრაზისაგან გონება გვეკეტება მართლაც და ქართველები ამაში მე მგონი წარმატებულები ვართ ძალიან. მრისხანების დაუკების უნარი საერთოდ არ გვაქვს. რა არის ეს? ეს მკვლელობის სულია ჩვენში, მკვლელობის ცოდვაა ჩვენში. გესმით? ეს ყველაშია. ხო და აი როგორ გინდა რომ აი ამ მდგომარეობიდან ახვიდე იმ მდგომარეობაში, რასაც ღვთაებრივი ყოფიერება ქვია. ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ, რა გახდა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავით, იმიტომ რომ ის რომ ღმერთი ამ სამყაროს ისე შექმნა, რომ ჩვენ დაგვენახა და გული აღჩვილებოდა, რომ უი ღმერთმა როგორ ლამაზი სამყარო შემიქმნა, როგორ ზრუნავს ჩემზე და ამიტომ კეთილი ვიქნები, აი მან არ იმუშავა. მერე როდესაც აბრაამი გამოირჩია და აბრაამის მიერ ეცადა, რომ აბრაამის თავმავლობაზე უპირობო სიყვარული აჩვენა, დაუმსახურებელი კურთხევა, დაუმსახურებელი წყალობა, რომ ესე იგი აბრაამის მოდგმას ის გაუფრთხილდებოდა ღმერთი, ამან არ იმუშავა. ჩვენ ხედავთ, როგორ ექცევიან მოსეს უდაბნოში. მერე წინასწარმეტყველნი, ერთი, მეორე, რამდენი წინასწარმეტყველი. ამანაც არ იმუშავა. აი გახსოვთ ხო დღევანდელი იგავი, აიღოს იქიდან მოსავალი, აგზავნის თავის მსახურებს, მაგრამ ისინი ცემენ, ან კლავენ, არავის არ იკარებენ და ბოლოს შვილო გაუგზავნა, აჰა, შვილი, მოდი ეს მემკვიდრეა, მოვკლა და ჩვენ გვექნება მთელი სამყარო, ეს დემონური სული, რომ ეშმაკს დაცემული ქერუბიმი, რა თმინა ღმერთი, მე ვიქნები ღმერთი. რა თქმა უნდა, სისულელია, სრული, აბსოლუტური სისულელია. ღმერთი მხოლოდ ღმერთია და სხვა ღმერთი არ არის. ღმერთია ის, ვისაც ყოფიერების წყარო საკუთარ თავში აქვს, სხვა ეგეთი არსება არ არსებობს. ერთადერთია და შენ იმდენად არსებობ, რამდენადაც ღმერთი ამ თავის ყოფიერებას დაუმსახურებლად გინაწილებს, მაგრამ აი ადამიანს უნდა რომ აი ღმერთის გარეშე იყოს ღმერთი. ჩვენ ხო ვიცით ახლა, ჩვენ გვინდა, არ გვინდა ღმერთი, მაგრამ გვინდა რომ ჩვენ ვიყოთ. სურვილი რომ ღმერთი განდევნო და თვითონ იყვნენ და პასუხისგებელი არავის წინაშე არ იყვნენ, ამ იგაურ სახში ჩანს ესე, რომ იგი მოკლეს, რომ დაინახეს, რომ შვილია, აი ეს მდგომარეობა, რაც ჭირს კაცობრიობას, რომ გამოსწორებულიყო. იგავში რაც არის ის მოხდა. ადამიანი არ იღებს ღვთის შეგონებას არანაირი ფორმით და არანაირი სახით, ღმერთის ნებისმიერ მოქმედებას, ნებისმიერ ზრუნვას არაფათ არ იღებს და მერე მოდის განკაცებული ღმერთი. განკაცებული ღმერთის მოსვლა, ღმერთმა იგავური სახით უთხრა წინასწარ, უთხრა რომ თქვენ მოკლავთ. ხო, მოკლავთ ძე ღვთისას. გასაგებია, ეს წინასწარ ცნობილია, მაგრამ აი ამ მოქმედებას, ღმერთის ამ მოქმედებას ჰქონდა შესაძლებლობა ვიღაცის გამოფხიზლების, ვიღაცის მაინც გამოფხიზლების. ვიღაცა მაინც გამოფხიზლდება. თუ ამაზე მეტი უბედურება რა არის ქრისტეს რომ მოკლავ, ამას დიდი უბედურება რა შეიძლება იყოს, მაგრამ ამას რომ გააკეთებ, მერე მაინც გამოფხიზლდა და ესეც არის ხო უფალის წინასწარმეტყველებს, მე ამამაღლებთ ჯვარცმას გულისხმობს. აი მე ყველას მოგიზიდავთ, ხო? ჯვარცმამ იქვე ზოგიერთი მკვლელი, რომელიც ქრისტეს დასცინის მანამდე, სანამ ქრისტე მოკვდება, როგორც კი ქრისტე კვდება ჯვარზე, იმ წამსვე ზოგიერთები ეგრევე იწყებენ სინანულს. ეს იყო მნიშვნელოვანი აქ. და კიდე სხვა რამ უამრავი, რომელიც საერთოდ ღვთის განკაცებას და ჯვარცმას ახლავს თავისთავად. ცხადია, და აი აქ არის სწორედ აპოგია საერთოდ აღდგომაა, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ოქროპირი ამბობს, აღდგომა თანმდევი შედეგი და ნაყოფია
იმ ყველაფრისა, რასაც ღვთის განკაცება ქვია. ყველაფერი ღვთის განკაცებით დაიწყო. ღვთის განკაცებას ლოგიკურად მოყვა მისი სიკვდილი, იმიტომ რომ კაცობრიობას ღმერთი არ უნდა. და აი მერე უკვე ღმერთი რა თქმა უნდა თავისი ყოვლის შემძლეობით ერევა და აღადგენს თავის ადამიანურ სხეულს და მაგრამ ნახეთ, აღადგენს თავის ადამიანურ სხეულს, მაგრამ ვის ეცხადება მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი? ვისაც მისმა ჯვარცმამ აი გული დაუთუთქა შეიძლება ასე ითქვას, ვის გულშიც, როგორც ღვთისმშობლის გულში მახვილი გავიდა ქრისტეს ჯვარცმისას, ანუ ვისაც ქრისტე უყვარდა. ხოლო არც პილატეს გამოცხადებია და არც არავის არც იმ ანას და კაიაფას არ გამოცხადებია ქრისტე. აღდგომა ეს არის ნაყოფი იმათვის, ვინ ჯვარცმულს მიაპყრობს მზერას და მისის ჯერა და მისის წამს და მის დამიერდგულებას სურს და მისი სიყვარულის სურს. გესმით? დიდ მარხვაშიც მაგალითად სანამ აღდგომას ვიზეიმებთ, მანამდე ის 47 დღე უნდა გავიაროთ იმისათვის, რომ აი მე 47 დღის განმავლობაში ვაჩვენოთ სიყვარული ჯვარცმულისა, რომ მე აღდგომას მივწვდეთ. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აღდგომას მოდიან და ისინი ვერაფერს ვერ გრძნობენ და ვერ განიცდიან. შეუძლებელია განიცადო აღდგომა თუ ჯვარცმულის მიმდევარი არ ახარ. ჯვარცმულის ტკივილებს თუ არათანაელმობი შეუძლებელია აღდგომის სიხარული განიცადო. თუ უდარდელა და გულარხეინად უყურებ ქრისტეს ადამიანად მოსვლას და მის ჯვარცმას შენთვის, არანაირი აღდგომა შენთვის არ არსებობს. გესმით? ამიტომაც არის რომ ეს გამგაგებით აპოგია არის ჯვარცმა ღვთის განკაცების, აი ამ საღვთო განგებულებისა, ადამიანური ყოფიერების და ყოფიერების აღშენებლობის. როცა ვიაზრებთ, რა ნიშნავს ღვთის განკაცება? აი კენოზისი არის ესეც ტერმინი საღვთისმეტყველო, რომელიც ნიშნავს უკიდურეს დამდაბლებას, წარმოცარიელებას, სრულად აი ღმერთი, რომელიც ყოვლის შემოქმედია ძე ღვთისა, მამასთან და სულიწმინდასთან ერთად ერთ არსია, ანუ სრული ღმერთია, ხო? ვინ ხდება წარმოიდგინეთ? ცხოველთა სადგომში იბადება, მერე ჩვეულებრივად დადის, იღლება, შია, წყურია, წინა სასიკვდილო განცდებია, ხელს ურტყავენ, ჯოხს ურტყავენ, თავში ურტყავენ, ზურგს უკან ურტყავენ, დასინიან, ეკლეს გვირგვის ადგავენ, აი აფურთხებენ, რებს აღარ უკეთებენ. გესმით, აი რა უკიდურესი დამდაბლება მოხდა და უცებ წარმოიდგინეთ თქვენი თავი ღვთის განკაცების, ღვთის კენოზისის, ღვთის უკიდურესი დამდაბლების სიდიადის წინაშე. წარმოიდგინეთ თქვენი თავი დგახართ ღმერთის წინაშე, ანუ შეურაცხყოფილი, დაწყლულებული, სიკვდილის პირამდე მისული ადამიანის წინაშე, რომელიც თავის მკვლელებს სიყვარულით უყურებს და ისეა დაუძლურებული, რომ საცაა გარდაიცვლება და შენ ხედავ ამას და იცი, რომ გალაქტიკების შემოქმედია ის, ვინც ასე დღეშია. როგორ ფიქრობთ, ჩვენი გული ამას როგორ გაუძლებს? ადამიანს შეუძლია ღმერთს გაუძლოს. ქრისტე რო ღმერთია ამას გაუძლოს, შეუძლია ადამიანს. უკიდურეს სიმდაბლეს რო ავლენს, თავის ღვთაებრივ ძალმოსილებას. გახსოვთ ფერისცვალების თაზე, გამოანათა და დაეყარენ. თან გონება წაერთო, არ იცოდაო პეტრე რას ამბობდაო, რაღაც კაიკი იყო, მაგრამ მე მამის ხმა რო გაიგო, საერთოდ შიშისაგან თუ რაღაც ესეთი ღვთაებრივი სიდიადისაგან ძილად დავარდე. გეციმანის ბაღში რო ლოცულობს. ღმერთი წინა სასიკვდილო განცდები ამაცილე სასმის ირები ემართებათ მოწაფეებს, ძილისაგან ვერ ერთგულებენ, იმ წამსვე სასიცოცხლო ენერგიები ერთმევათ. იოანე მოციქულს რო ეცხადება ქრისტე, კვეთით აღდგარი გამოცხადებაში, რა დაემართება? დაემხობა თავს ვერ წევს ზემოთ. ჯარისკაცები, რომლებიც მოდიან, რომ ქრისტე დააპატიმრონ, გვეუბნება ქრისტე მე ვარო, რა დაემართება? დაემხობიან. ქრისტე რო პატარათი თავის თავს გამოავლენს თევზის ჭერის დროს პეტრესთან, რა დაემართება პეტრეს? დაემხობა წადი ჩემგან უფალო ცოდვილი ვარ. ადვილია ქრისტესთან ურთიერთობა. შეუძლებელიც კი არის მე თუ მკითხავ. უბრალოდ ის ფარავს თავის სიდიადესაც, სიმდაბლესაც თან ჩვენც ვერ ხვდებით ბოლომდე რასთან აგვაქვს საქმე. აი ის ქვაკუთხედი, რომელიც სამყაროს კრავს, ანუ ის წესი და კანონი, რითაც არსებობს სამყარო იმგვარად, რომ ჩვენ როგორც ტრანსცენდენტული სიცოცხლის პოტენციური მატარებლები გადავრჩეთ, არა როგორც ბიოლოგიური ინდივიდები გადავრჩეთ უბრალოდ, არამედ როგორც ტრანსცენდენტული ყოფიერების საკუთარ თავში მატარებლები, ანუ თეოლოგიური არსებები გადავრჩეთ,
აი ამ ყოველივეს გააზრებაა ჩვენს მიერ საჭირო თუ ღმერთმა ჩვენთვის რა გააკეთა და რა მოიმოქმედა. გონება მიუწვდომელი, შემაძრწუნებელი, ძალიან საშიში, სიმდაბლე, კენოზისი სიმდაბლე ღმერთის დამდაბლებისა. მაგრამ ეს უკიდურესი, აი რაზეც ჩვენ საუბრობ და ვერც საუბრობთ, გამოვხატავ და ვერც გამოვხატავთ, გამოვთქვავ და ვერც გამოვთქვავთ, ვიტევთ, მაგრამ ვერ ვიტევთ, აი ეს ყველაფერი. იმიტომ გახდა საჭირო, რომ შენ ადამიანო უბადრუკო არსება, რომელიც აი დიდათ არც განსხვავდებით ცხოველისაგან და მაიმუნისგან იმდენად, რომ ზოგიერთ საწოდავს განვითარებული მაიმუნიც კი გონია ადამიანი, შენ ღმერთი უნდა გახდე, გაიაზრე, შენნაირი არსება რომ მიიღო, შენნაირი გარდაცოდვისა, სად არის ახლა ის შენნაირი არსება? მარჯვენით მამისა. და მისი იმპერატიული ნება კიდე რა არის, რომ შენც ასევე მის მარჯვნივ იმყოფებოდე. აი ეს არის ქრისტიანობა. და ამას რომ ადამიანი გაიგებს და მე რეალურად შეხედავს საკუთარ თავს, მიხვდება რომ თვითონ თუ არ შეიცვალა და ღმერთთან თანამშრომლობით თუ არ დაიწყო მისი მეტანოია, მისი ფერიცვალება, ანუ ბერძნულად მეტამორფოზი, თუ არ დაიწყო მასში, არაფერი არ გამოვა. სანამ ჩვენ ასე დავლასლასებთ, როგორც უბრალოდ რელიგიური არსებანი, ჩვენგან არაფერი არ გამოვა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ გარღვევა. გესმით როგორ არის? მოახდინე გარღვევა, არ მოახდინე გარღვევა. ძალა დაატანე შენ თავს, ძალა არ დაატანე. გესმით როგორ არის? ამით ჩვენი პასიურობით ეს კანონი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არ შეიცვლება. ჩვენი პასიურობით, ჩვენი გარდაცვალება არ გადაიდება. ჩვენი პასიურობით, ჩვენი ღვთისწინაშე წარსდგომა არ გაუქმდება, ეს ჩვენ პასუხისგებლობითი წარსდგომა ღვთისწინაშე არ გაუქმდება. ეს ყველაფერი მაინც მოხდება. ანუ სწორად იცხოვრებ, არასწორად იცხოვრებ, გუმხურვალე იქნები, ნელთბილი იქნები, რომელზეც გავთხილებს უფალი თუ ნელთბილი იქნები, ამოგანთხევ ჩემი პირიდან. აი ეს ყველაფერი ჩვენ თუ არ გავიაზრეთ, არ გავითავისეთ, ჩვეულებრივი რელიგიური ცხოვრებით, ისეთი მსუბუქი რელიგიური ცხოვრებით გავაგზავნებთ ცხოვრებას და არსებობას, მოვა განსაცდელებიც, მოვა სიბერე, აუცილებლად მოვა გარდაცვალება, სიკვდილი, აუცილებლად მოვა პასუხისგებლობა ცოცხალი ღმერთის წინაშე გარდაცვალებისთანავე. და აბსოლუტურად მომზადებლები შევხვდებით. იმიტომ რომ არაფერს ვაკეთებდით, უბრალოდ აი ესე. გესმით, კალმახი რომ ავიდეს სათავეში მანლო და ორაგული ჩანჩქერიც უნდა გაიაროს და ჩანჩქერს ვერ ავა თევზი თუ მთელი რესურსი არ ჩადო. სანახევროდ ფარფლების მოსმით ჩანჩქერს ვერ დაძლევს და მთელი ეს ამ ქვეყნიური ამასოფლისული ჩანჩქერია, გესმით, რომელიც მთელი სისასტიკით ცდილობს, რომ წაიყოლოს ეს გონიერი თევზები, ანუ ადამიანები და ჯოჯოხეთში შთააგდოს და ჩვენ ამ დროს ღმერთი ჩვენ გულს ამ ქაოსში, ჩვენ გულს შეეხო, გამოვხიზლდით და გვეუბნება ეხლა მოусვი ხელი, უნდა დაძლიო ეს დინების საწინააღმდეგო, უნდა იცურავო, ნუ გძინავს პავლე მოციქული ამბობს, მძინარავ გაიღვიძე, რა დროს ძილია. გესმით? ჟამი მოკლდება, დასასრული მოახლოებულია. ეს ყველაფერი წმინდა წერილის სიტყვებია. ჩვენ ხო ამას არ ვისმენთ. და ამიტომაც აი დღევანდელ სამოციქულოში პავლე მოციქული ესე მგზნებარეთ საუბრობს. ეს არის კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე. ამიერიდან აი გაიგეს ყველაფერი. ხო გაიგე? ხო შეიძლება აქამდე არ იცოდი. რა ვიცი? ხდება, იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოში რას აღარ ნახავ ადამიანი. ნახავ მრავალი ათეული წლებიც კი რომ ადამიანი ეკლესიაშია და ისიც კი არ იცის რომ ქრისტე ღმერთი არათუ ის არ იცის რომ რა უნდა გააკეთოს, არაფერი არ იცის. რელიგიურ გზნობებს იკმაყოფილებს. სამწუხაროდ, მაგრამ აი ხო გაიგე. აი ხლა რომ გაიგე, ნახეთ რას გეუბნება ამ გაგების, რა უნდა გავაკეთოთ, რა სიდიადის წინაშე ვდგავართ, რა პასუხისგებლობის წინაშე, რას ნიშნავს ქვაკუთხედის, ანუ ლოდი თავსაყიდურის უარყოფა, შეურაცხყოფა, როცა აი მის ღვთის აი ამ შექმნილ სამყაროს და იმ კანონს, რომლითაც შე როგორც თეოლოგიური არსება უნდა გადარჩე აი ამ სამყაროში, როცა ამას უარყოფ და გვერდზე გაწევ, არა, მე ეს არ მჭირდება. მე ჩემებურად გავაგზელებ რელიგიურობას, ჩემებურად ზნეობრიობას, ჩემებურად ადამიანობას. აი ქრისტემ რაც მოიტანა, რომ აი ეს სიმძაფრე,
ეს ცეცხლოვანება ღმერთის დამდაბლებისა რომ შენ აგამაღლოს, როცა ამას ვერ ხედავ და ამას არ უარყოფ და გააგზელებ ისე რბილად ცხოვრებას, რა უნდა ვქნა და მე პავლე მოციქული აი გეუბნებათ. ამიერიდან ზმანო, როცა გაიგეთ მას შემდეგ. ამიერიდან ზმანო ჩემნო, საყვარელნო, მტკიცეთ იყვენით და შეურყეველ. აი ამ პოზიციაში მტკიცე და შეურყეველი. უკან დახევა არ შეიძლება. გუთნის დედას გავსო მორწმუნე უფალი ამბობს, რომ ის უკან არ იყურება, გესმით? არ შეიძლება. ლოთის ცოლივით უკან გახედვა არ შეიძლება. უკან არაფერი გვესაქმება. უკანას დავივიწყებთ, წინას მივწვდებით, ძალითი ძალად წარვიმართებით და დიდებად, ესე იგი შევდივართ უფლის საუფლოში. ეს პავლე მოციქულის სიტყვებია. ამას იმიტომ ამბობს, რომ არ შეიძლება უკან დახევა. და აი ამიტომ ამბობს კიდევ ერთხელ პავლე მოციქული, რომ მტკიცეთ იყვენით და შეურყეველ და აგზელებს ხმატებდით საქმესა უფლისას. ანუ მუდმივად უფლის საქმეს უმატებდით და უმატებდით. რა არის უფლის საქმე? წერია უფლის სიტყვებია. უფლის საქმეა გწამდეს იესო ქრისტე. რა არის გწამდეს იესო ქრისტე? მას ერდგულებდე ბოლომდე. გიყვარდეს იგი. და აი ამ საქმეს ჭირდება ხმატება, ანუ მიუმატო და მიუმატო. ის რაც დღეს გაქვს ხვალე მეტი უნდა იყოს, რაც ხვალე გექნება ზეგ მეტი უნდა იყოს. უკან დახევა კი არა, სულ მომატება, გაჩერება არ შეიძლება. ამას ნიშნავს ხმატებდით საქმესა უფლისა. და მარადის უწყოდეთ. ესეც საინტერესო სიტყვებია. უწყოდეთ, ანუ იცოდეთ, მე აგზელებს რა მოუმატო უფლის საქმეს, რომ ეს თქვენი შრომა როგორი იქნება, უწყოდეთ, მაგრამ ნახეთ მარადის უწყოდეთ. რატომ ამბობს მარადის უწყოდეთ? იმიტომ რომ ჩვენ კი ვიცით თითქოს, მაგრამ აი დღე ხელ ხო გავიგე? ნახევარსაათში დამავიწყდება. ხვალ აღარ მეხსოვნება. დღეს მახსოვს, ხვალე არ მახსოვს. დავიწყება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრების. ამიტომ გვეუბნება პავლე მოციქული, სულ ყოველთვის უწყოდეთ. სულ არ დაივიწყოთ, არასოდეს, რაც თქვენ გესმით, რასაც ეკლესიაში იგებთ, რასაც ახლა პავლე მოციქულის პირით იგებთ. რამე თუ შრომა ეგეთ თქვენი, ამას რა შრომა ჭირდება, ანუ 8 წელი ჭირდება. დავიღალე ადამიანი იტყვის და დასვენება მინდა. ნახეთ, შრომა ეგეთ თქვენი არაცუდად იყოს უფლისა მიერ, არ გაცუდდება, ნუ გეშინი, ამას საზღაური ექნება, გვირგვინს დაიდგა. ეს გვირგვინი იქნება მეფის შვილის გვირგვინი, მეფის შვილები ხარ. გესმით? სეციური მეფის შვილები ხარ. ისეთი სიხარული გველოდება, რომლის წარმოდგენაც არ შეგვიძლია, მოწამეები გამოცხადებისას ეუნებიან, ვისაც ეცხადებიან, ეუნებიან, რომ უფრო მეტ ტკივილსაც დავითმენდით, რომ ვცოდნო და რა დიდებაში შევდივართ. ამიტომ გვანუგეშებს, რომ არ იქნება ცუდად უფლის წინაშე მღვიძარენი იყვენით. აქ ლაპარაკია, რა თქმა უნდა, სულიერ მღვიძარებაზე. იმიტომ რომ როგორც კი ადამიანი სულიერად სიფხიზლეს კარგავს, იმ წამსვე პრობლემები ექნება. ამიტომ არის მემთვრალეთა სასუფეველი ვერ დაემკვიდრონ, იმიტომ რომ ქიმიური ნივთიერებით დამთვრალი ადამიანი, ისედაც ადამიანი ხო ისედაც მძინარეა, ისედაც პავლე მოციქული იძულებულია გითხრას მძინარე გაიღვიძე, ნუ გძინავს, ქიმიური ნივთიერებით დამთვრალი ადამიანი საერთოდ ვერ აკონტროლებს თავის შინაგან სამყაროს, ვერ აკონტროლებს თავის გულს. ამიტომ ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა, მით უმეტეს თუ ადამიანის სიმთვრალეში გარდაიცვალა, მისი გული არაწმინდებით არის სავსე. ღვიძარენი იყვენით, ხო? ეს არ არის ფიზიოლოგიური სიფხიზლე, სულიერია, რომელსაც სასტიკად ებრძვის მემთვრალეობის ცოდვა, ნარკოტიკით იქნება თუ სასმელით. მტკიცეთ დექით სარწმუნოებასაზე და კი არა დექით სარწმუნოებასაზე და მტკიცეთ დექით, იმიტომ რომ პავლემ როგორც დიდმა გამოცდილმა ფსიქოლოგმა და ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ უბრალოდ დგომა საკმარისი არ არის, უნდა მტკიცეთ იდგე. ეს ვახტანგ გორგასალი მეორებს ამ სიტყვებს. მტკიცეთ დექით სარწმუნოებასაზე და ეძიებდით სიკვდილს ქრისტესათვის. ესე ცხოვრობდნენ ქრისტიანები, ასე უნდა ვიცხოვროთ ჩვენ და სხვა ქრისტიანობა არ არსებობს. იმიტომ რომ ეშმაკი ძალიან მტკიცია. ის არც იღლება, არც შივდება, არც ხურდება, არც ბეზდება, არც ჩვეულებაში არ გადის, არც იძინებს, სულ მუდამ შემოჩენილი, სულ მუდამ გებრძვის. მხნე იყვენით და განძლიერდით, კიდე გვეუბნება პავლე მოციქული. მხნე, სიძლიერე. რატომ? იმიტომ რომ მიზანი მაქვს, გამოკვეთილი, ცხოვრების აზრისი ჩემთვის ცნობილია და მარტო არა ვარ. ეკლესიის წმინდანებთან ერთად ვარ. უფლის მადლთან, ფარველ ანგელოსთან,
გესმით? არა ვარ მარტო. ამიტომ დიახაც ჩემს სიმტკიცეს და ჩემს სიძლიერეს აქვს საფუძველი და ამ ბრძოლაში რომ არ გაუხეშდე. მოყვასი, რომელიც გვერდზე გიდგას, მის მიმართ არ გახდე საყვედურით ახსავსე, ძალიან მკაცრი, მომთხოვნი, მენტორული ტონით მორალის მკითხველნი და არ დაიკავო მსაჯულის პოზიცია, რაც მხოლოდ ქრისტესია, ამიტომ უცებ გეუნება. ესე იგი, მებრძოლად გაყალიბებს და მებრძოლი შეიძლება გაუხეშდეს, ხო? მებრძოლია, გაუხეშდეს. მებრძოლად გაყალიბებს პავლე მოციქული და უცებ გეუნება, მაგრამ ყოველივე თქვენი სიყვარულით იყავ. გესმით, სიყვარული, რომელიც პირველეს ყოვლისა მოყვასთან ურთიერთობაში ისწავლება, სიფაქიზე. იმიტომ რომ ადამიანებს ესე ჭირთ, ეს ჰაერიდან მოტანილი კი არ არის. ადამიანი ბევრ ამას რო აკეთებს და მაგრად რო აკეთებს. მე ცოტა ისეთი ხდება რა, ვინც რაღაც ისე ვერ აკეთებს, მზად არის რომ შემუსროს თავისი მრისხანებით. არ შეიძლება ამის გაკეთება. სიყვარული, მოყვასის მიმართ სიყვარული და მხოლოდ სიყვარული. და მოყვასისადმი სიყვარული მე აღიწევა ქრისტესადმი სიყვარულზე და აი აქ შემოაქვს კიდევ ერთი აი როგორ გითხრათ ჩვენ კი ამას ვისმენთ მაგრამ ჩვენ შეიძლება გავიდეთ აი ამ ყველაფრის საუბრის მერე პავლე მოციქულის ამ სიტყვების მერე და გავაგზავნოთ გულარხენი ყოფა ეს რო არ დაგვემართოს აიღო პავლე მოციქულმა ცივი წყალი ყინულიან და გადაგასხვა ეხა თავზე უცებ და ნახეთ რას ამბობს რომელსა არა უყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყავ შეჩვენებულ. როგორი სიტყვებია ეს? აი ჩვენ ხო ვისმენთ და ხო ამბობთ რაღაცა ხო გავიგე რა, ესე უნდა აი ალბათ ხო რაღაცას მოვახერხებ ალბათ და აი ალბათ რაღაცას მოვახერხებ და გახვიდე და უცებ ცივი წყალი, რომელს არა უყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეჩვენებული იყო. შესაძლებლობას არ გიტოვებს პავლე მოციქული. ეს არის ცივი წყალი. გნებავთ ცილის გაწნა. გნებავთ თქვენს ფეხებში მიწა იშლება. აი რაც როგორც გინდა ისე დაარქვით, როგორც გინდა ისე შეაფასეთ, როგორც გინდა ისე კონდეთ ამბოხი ამ სიტყვებზე. როგორც არ უნდა ლიბერალური სულისკვეთებით მოინდომოთ რაღაცა პოლემიკაში შესვლა, არა იცი ეს როგორ იქნება ასე რაც გინდათ ისქენით, მაგრამ ფაქტია, გამოცხადებით ისწავლება, რომელს არა უყვარდეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყავ შეჩვენებულ და რატო აკეთებს ამას პავლე მოციქული? იმიტომ რომ იცის რა პავლე მოციქულმა ადამიანის ხასიათი და მიუხედავად მრავალი შეგონებისა იცის რომ ჩვენ როგორც ზარმაცლი არსებანი გავალთ და ესე იგი ისე ძველებურად გავაგზავნებთ ერთგვარ პრევენციულ ზომას მიმართავს. კიდევ გვიმეორებ გვაფხიზლებს, გვეხმარება, ცოტათი გვაშინებს, რომ დაიღუპები თუ სხვანაირად იქნება ყველაფერი. შეჩვენებული იქნება. და მე მარანათა რაც ნიშნავს, რომ მოდი უფალ. მოდი უფალს მოუწოდებს რომ მოვიდეს. იმიტომ რომ ეთყობა ჯერ ხო ენატრება ადამიანს და ყველა ქრისტიანს ენატრება. და აპოკალიფსის ესე მთავრდება, ხო იონე მოციქული ასე ამთავრებს, რომ მალე მოდი უფალო და თან კიდე იღლება ადამიანი ეთყობა. იღლება ადამიანი. სიმართლე წყურია, რომელიც სიმართლეც იესო ქრისტეა და მოდი უფალ. და ჩვენ ამ სულისკვეთებით უნდა ვიყოთ ყოველთვის რომ მარანათა ანუ მოდი ჩვენთან მოდი უფალ. ეს უნდა იყოს გულწრფელი, მაგრამ ამისათვის ეს გულწრფელად თქვა, იცი რომ უფალო მოვა, ეს თუ გიყვარს რაღაცა, ეს თუ გიყვარს, ეს არაფერში აღარ გჭირდება. ამიტომ შენ გულში არაფერი არ უნდა იყოს, რაც შენ გულში ადგილს დაიკავებს და ამიტომ მთელი გულით არჩენი პატივმოყვარება და ეგოიზმი და ამ შემდეგ და ამიტომ მთელი შენი არსებით იტყვი, მოდი უფალო. თუ ჩვენში იქნება ეს სულისკვეთება, არც სიკვდილის გვეშინია მაშინ, არც განსასწრელიც, არც ანტიქრისტეს არაფრის აღარ გვეშინია. მაგრამ ამ მდგომარეობამდე რომ მივიდეთ, ამ მდგომარეობამდე ჩვენი თავი უნდა აღზარდოთ და იმისათვის რომ აღზარდოთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც თუნდაც ახლა პავლე მოციქული გვესაუბრებოდა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.